ეს დროში და დღეს იმედმარა გააკეთა საბასთან დაკავშირებით დანა, რომელიც დანა არ ჭერია ვიცხელში და დანა ეჭირაო და ასეთი კადრებით манипуლირებას როცა მიხვება, ოცნება და ამ დროს გავიდა რამდენი დღე. კაცი იკლავდა თავს. ვიღაც რიგითი გამლელი ხო არ იყო, ანუ ესეთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, ხო? აი რა, მე აღარც მაქვს იმედი, რომ საერთოდ რაიმე გამოძიება დადებს, მაგრამ ამან რა გაგიმყარა ნათია შენ და მე მათესთან იგივე კითხვას დავსვავ. ანუ რა დაგვანახ? მე მჯერა რომ არც თორნიკე რიჟვაძე არაფერს იტყვის და არც გამოძიება არაფერს დადებს. თუმცა ეს ალექსი ახვლედიანი მივესალმები ჩვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი თავისუფლება პოლიტპატიმრებს, იმიტომ რომ თან დღეს საბა ჯიქიას დღეა და აი წარმოუდგენელი ამბის შემსწრეები ვართ კიდევ ერთხელ რომ აი დახატეს ბოლოს არ ვიცი ChatGPT გამოიყენეს თუ რა გააკეთეს ანუ დღეს კიდე აი რაღაცა ახალი სიმაღლეები მოხსნეს ამორალობის და ლექსო ლაშქარავა რომ შერჩათ და მაშინ რომ ეს ამბავი თითქოს რა უნდა გაგვიკეთებინა მეტი ჩვენ არ ვიცი რა უნდა გვექნა ხო აი იმიტომ მივედით აქამდე და დღეს ვიხსენებდი რომ აი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის შემდეგ ჩვილი ბავშვი გაიმეტეს და რა მორალურ ზღვრებს ვთხოვთ ამ ადამიანებს და რაზე ველაპარაკებით და დღეს კიდე ხსენდებოდა ეთერში ვიდრე მოვიდოდი აქონდროპლაზიით დაავადებული დედების პროტესტი გახსოვთ აი თქეშა წვიმაში თავს ხმაში დედები იდგნენ და აქციას ერქვა მოგვეცით წამალი აი ასეთი ხელისუფლება გვყავს და მე ლექსოს ამბავი და დღეს მივედით ამ თორნიკე რიჟვაძის თემასთან და ალექსი ახვლედიანის შემთხვევით არ მიხსენებია გახსოვთ მისი ამბავი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ეს ადამიანი ხელისუფლებას ყავს გზავნილების გადასაცემად ერთგვარ მესინჯერად გამოყენებული და მაშინაც წამოიღო და მიუტანა ნიკა გვარამიას ამბავი და ახლა არ ვიცი რას აგვარებდნენ, რას აკეთებდნენ, რას ურჩევდა ან რას აკეთებდა. ფაქტია რომ ის ისეთ ამბავს უყვებოდა თორნიკე რიჟვაძეს რომ მე ან მოკლეს ან თავს იკლავდა, ან ესროლეს ან თავს იკლავდა. ამის გარჩევაში ახლა ვერ შევალთ, მაგრამ წეღა მაგ ამბობდა რომ შეიძლება რაღაცა ქართული ოცნების ნაწილს ჯეროდეს ახლა და იმათთვის იყოს ეს მესიჯი დამაჯერებელი. არ მგონია, პირიქით მგონია რომ ეს ის შემთხვევაა რაც არ უნდა მედიას დააბრალონ, რომ ზუსტადაც ქართული ოცნების წევრებს სულ რო ვეუბნებოდით ყველა ეთერში, მე ბოლო დროს ხშირად სტუმრის სტატუსით მოვდივარ ხოლმე ჩემი ეთერი რო აღარ მაქვს, სულ ვამბობ, რომ ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც კრიტიკულ მედიას და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს გააჩვენებენ, მე თქვენამდე მოვლენ და ძალიან მალე მოვიდა ეს დრო და ამას უყურებენ ახლა ქართული ოცნების წევრები და თორნიკე რიჟვაძის ამბავი ეს წერილი, გამოგონილი ეს მე შეთითხნილი გადაკეთებული არის ზუსტად მაგის მანიშნებელი და ერთი მინდა უცბად გავიხსენო ნატო ბერულავა რო დაძდევდა სახელი და გვარი ახლა შემახსენეს ჩემმა მეგობრებმა ლადო გალობლიშვილი აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე აჭარის უზენაესი საბჭოს ხო გოგელია ბოდიში დეპუტატი რომ მეუბნებოდა რომ ხომ იყავი რიჟვაძის გუნდის წევრი აი ამ ხელისუფლებამ თითო რო გარიყა კეთოვნად რომ აქცია იმიტომ მოხდა ის ინციდენტი ხო და ეს კაცი რო ეუბნებოდა არა მე იმისი კანონიერი გარემოც თუ რა სიტყვას ამბობდა წევრი არ ვარ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო კი არა რა ვიცი მამლის ყივილიც არ დაჭირვებიათ იმავე დღეს განუდგნენ რიჟვაძეს და ორი დღე გაჩუმებული ირაკლი კობახიძე და მე ირაკლი ღარიბაშვილი რომ მივიდა და მე ამბავი რომ ატყდა და ძალიან შავი თეთრზე ნაკერი რომ გამოვიდა ეს ყველაფერი და მართლა არავის რო არ ჯერა რომ მედიას რო აბრალებთ ეხლა თქვენს მომხრეებს რო არ ჯერათ პირველ რიგში იმიტომ გამოვიდა ირაკლი კობახიძე მოდი ჩვენამდეც ამბები რომ ქართული ოცნების წევრებში ამ ამბავმა ძალიან დიდი მithქმა მოთქმა შიში და იყო იქ პასუხების მოთხოვნა რომ რას შვებით ახლა და რას გვიკეთებთ და წინა დღეს რომ აპოლოგეტებად ყავდათ დაყენებული და სპიკერებად ეს ადამიანები მეორე დღეს უკვე უჭირდა ამ ხალხს და გახსოვთ ვოლსკი რომ გამოვიდა ვოლსკი მათ ჩვენ დაგვაბრალა ესე არ მithქვამს არა და ცალსახად გასაგებია არა გასაგები ხო იყო რომ მე ერთი მესიჯი მაქცევდა რომ ვოლსკიმ კი არ დაგვაბრალა უთხრეს რომ ასე უნდა თქვან და იმეორებს ყველა ერთი და იგივე ვოლსკის და ზუსტად იმ ვოლსკის და მასცნაირებს შეეშინდათ პირველ რიგში აბა ეხლა ინგა თქვენ რაღაცი უნდა შეგეშინეთ ან თიკოს ან მე უკვე მათეს და სიცოცხლე მეორე დრო დაიბადა მაკაჩიხლაძეს ახლა რაღა უნდა გაუკვირდეს ხო თავისიანები მისთვის იყო ეს პირველ რიგში განაჩენი რომ რეჟიმი შეჭამს თავის შვილებს და რეჟიმი არ დაინდობს არავის სხვათა შორის მათე შენთან გადმოვალ ეხა შეკითხოთ იგივე კითხვა მაქვს პრინციპში